ხელისუფლებამ CSKO-სთან ერთად დაადგინა ახალი ფაქტობრივი საარჩევნო საზღვრები თბილისში, რაც არის უპრეცედენტო და წარმოუდგენელი, რეალურად რაიონები ერთმანეთში არია აზილა დაფლითა და მივიდა იმ კონდიციამდე, რომ ამორჩევლე ელემენტარულად საარჩევნო დღეს დაიბნევიან. აი წარმოვიდგინეთ მაგალითად გდანის ნაწილი, დიდუბეს ნაწილი, საბურთალოს ნაწილი და ჩუღურეთის ნაწილი ერთ საარჩევნო ოლქად აქცია. ანუ ერთი მაჟორიტარი, რომელიც იყრის ამ საარჩევნო ოლქში, იქნება გამარჯვებული, ანგარიშვალდებული 4, ასე ვთქვათ, რაიონის მოსახლეობასთან, გდანის მოსახლეობასთან, ჩუღურეთის მოსახლეობასთან, დიდუბეს მოსახლეობასთან და საბურთალოს მოსახლეობასთან. ასევე ეს მაჟორიტარი იქნება ვალდებული ითანამშრომლობს 4 გამგეობასთან, რაც აქამდე წარმოუდგენელი იყო, რომ ვინმე თავში აზად მოსლოდა. ასევე მაგალითად შეუერთეს ჩუღურეთის საზღვრები ისანის საზღვრებს, თბილისს შემოუერთეს მარტყოფი, შემოუერთეს სოფელი სააკაძე, ვაზიანის სამხედრო დასახლება. ერთი სიტყვით, იმდენად მოინდომა ხელისუფლებამ, რომ მაქსიმალურად თავისთვის მოერგო წინა საარჩევნო ეს უბნები, რომ აიბლანდნენ და დღეს გვაქვს ჩვენ რეალურად ის ვითარება, სადაც კითხვის ნიშანი სერიოზულად დგას, რამდენად შევძლებთ არჩევნების ჩატარებას. თორემ ეხა გდანი და დიდუბე თუ შეიძლებოდა აქამდე გაერთიანებულიყო საარჩევნო ოლქად, ამას ხო ადრე ვინმე გააკეთებდა, მაგრამ არავის აზრად არ მოსვლია, იმიტომ რომ საღათ აზროვნებდა ეს ხალხი და დღეს გდანი, დიდუბე, ჩუღურეთი და საბურთალო აქციას ერთ ოლქად.